ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასი რადიო მსმენელებო, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ამ დროს რადიო მედის ეთერში ვიწყებთ სპორტული პანორამის მორიგ გადაცემას. ვისაუბრებთ უახლოესი 7 დღის, ანუ 1 დღეიდან 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით სპორტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე, გავიხსენებთ სპორტში მოღვაწე იუბილარ პიროვნებებს და რა თქმა უნდა მოგითხრობთ საინტერესო ისტორიებს. ხვალ 52 წელი სრულდება ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენიდან 1962 წლის 29 ივნისს თბილისის დინამომ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა 90-83 და საპატიო პრიზი დაისაკუთრა. სხვათა შორის სხვა მატჩი 29 ივნისს პარასკევ დღეს გაიმართა და 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყო ის შეხვედრა. დინამოს ოთარ ქორქი აწვრთნიდა ჩემპიონთა თასის მფლობელები გახდნენ გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ლევან ინსკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ვალერი ალთაბაევი, ილარიონ ხაზარაძე, ამირან სხირელი, ალექსანდრე კილაძე, ანზორ ლეჟავა, ალექსანდრე პეტროვი და რევას გოგელია. თამაში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩატარდა. საუკეთესო ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ვალერი ალთაბაევი გახდა 17 ქულით, 16 ქულა ანზორ ლეჟავამ მოაგროვა, 14 ვლადიმერ უგრეხელიძემ და ალექსანდრე კილაძემ. მადრიდელთაგან საუკეთესო გუნდის ამერიკელი ლეგიონერი ამპლუით ცენტრი უეინ ჰაიტაუერი გახდა 20 ქულით. ცნობილი ფაქტია და მის შესახებ ალბათ ყველამ ვიცით და თუ არ ვიცით ძალიან ცუდი, ჟენევაში რეალთან მატჩს ესწრებოდა იმ დროს 82 წლის ქართველი ემიგრანტი მწერალი გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც თავის დას ლიდას 2 წერილი გამოუგზავნა, რომლებშიც რეალი დინამოს მატჩს იხსენებს, ამ მატჩის პერიპეტიებს. კერძოდ გვთავაზობთ რამდენიმე ამონარით სამწერილებიდან. ქართველები თამაშობდნენ აუღელვებლად, შეწყობილად, მეთოდიურად. აქ ჩანდა უთუოდ ხელი მათი ხელმძღვანელის ოთარ ქორქიასი. მე ძალიან ვღელავდი, გასაგებია სისხლი, ქართველები ეს გამარჯვება დიდად მნიშვნელოვანია, ეს ისეთი დიდი ამბავია, რომ იგი სპორტულ გამარჯვებას სცილდება ბევრად მეტი უკანასკნელზე. როგორც ქართველი მე მხრებში გავიმართე, გამარჯვებულები არ აყვინჩილებულან გამარჯვებით, არც ერთ მათგანის სახეზეც კი ვერ ამოიკითხავდი, ხომ გაჯობეთ ზრდილად, რაინდულად, ქართველურად გაუწოდეს ხელი მოპირდაპირეთ და ოვიწყარი სურათია. გრიგოლ რობაქიძე წერს ასევე, რომ მას ძალიან უნდოდა შეხვედროდა ქართველ კალათბურთელებს და მადლობა გადაეხადა თავდადებული ვაჟკაცური ბრძოლისთვის და იმ სიხარულისთვის, რომელიც მას და ზოგადად ქართველ ხალხს მიანიჭეს, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგა გასაგებ მიზეზთა გამო, როგორც იმ მატჩის მონაწილე, ყველასათვის საყვარელი და პატივცემული ადამიანი ბატონი გურამ მინაშვილი იხსენებს, მათ იცოდნენ, რომ ჟენევის ფინალს გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა. მატჩის შემდეგ სპორტული არენის ერთ-ერთ გასასვლელთან იგი ელოდებოდა კიდეც ქართველ კალათბურთელებს, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან კგბ-ს თანამშრომლებმა სხვა გასასვლელიდან გაიყვანეს ქართველი კალათბურთელები, ანუ საბჭოთა კალათბურთელები. მაშინ სხვა დრო იყო, ამბობს გურამ მინაშვილი. ის დღე, ანუ დინამოს საერთაშორისო ტრიუმფი, ყველასათვის საყვარელი მწერლისთვის სიხარულის მომტანი ერთ-ერთი უკანასკნელი დღე გახდა. გრიგოლ რობაქიძე მალევე იმავე წლის ნოემბერში, კერძოდ 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა გივი ჩოხელს, ლეგენდარულ თბილისის დინამოს ლეგენდარულ მცველს. გივი ჩოხელი 1937 წლის 27 ივნისს ქალაქ თელავში დაიბადა, თამაშობდა ასევე თელავის დინამოში. შემდეგ თბილისის დინამოში იყო თბილისის დინამოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. 1960 წლის 10 ივლისს პარიზში, სტადიონ პარკ დე პრენსზე ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. საბჭოთა ნაკრებმა იუგოსლავიის ნაკრებს 2-1 მოუგო. იმ შეხვედრაში ერთი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა, მეორე კი მიხეილ მესხის პასით ვიქტორ პონეძელნიკმა. საბჭოთა ნაკრების დაცვის ლიდერი კი იმხანად 23 წლის გივი ჩოხელი გახდა. ჩოხელი ნაკრების დაცვის ხაზის სახელგანთქმულ ტრიოს უძღვებოდა. ტრიოში ჩოხელთან ერთად შედიოდნენ
იმ დროის ძალზედ მაღალი კლასის მსვლელები ანატოლი მასლიონკინი და ანატოლი კრუტიკოვი. ეს იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების დაცვის ხაზში თამაშობდა. მანამდე ქართველთაგან მხოლოდ თავდამსხმელებს იწვევდნენ ნაკრებში. გივი ჩოხელი იმუნიჭიერესი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელსაც ქართველმა გულშემატკივარმა ოქროს ბიჭების თაობა უწოდა. სწორედ ინფორმაციის დინამო მოუტანა ქართველ კომაქს პირველი გუნდური გამარჯვებით გამოწვეული სიხარული 1964 წლის ჩემპიონის ტიტული. გივი ჩოხელი 1994 წელს გარდაიცვალა. 27 ივნისი 1991 წელი ამ დღეს დაარსდა საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაცია, რომელიც 1992 წლის 7 ივნისიდან ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის და ევროპის ფარიკაობის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. 1991 წლიდან საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია. მე აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის, ასევე ევროპის ფარიკაობის კონფედერაციისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. 23 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს შეჯიბრება სპორტ კომპლექს არენა 1-სა და არენა 2-ში ტარდება. თბილისში იმყოფება 25 ქვეყნის დაახლოებით 200-მდე სპორტსმენი. ჩემპიონატზე დასასწრებად თბილისში იმყოფებიან ევროპის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფრანტიშეკ იანგა და კონფედერაციის გენერალური მდივანი მაქს კოიტერი. ეხლა ჩვენს გადაცემაში მცირე სარეკლამო პაუზის დროა და ახლობით 2 წუთში დაგიბრუნდებით. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. სპორტული პანორამა ბრუნდება ეთერში. სპორტთან დაკავშირებული ერთი ისტორიული მოვლენის შესახებ მინდა მოგითხროთ. 1969 წლის 27 ივნისს, ანუ ზუსტად 44 წლის წინ, ცენტრალური ამერიკის ორმა სახელმწიფომ, ჰონდურასმა და სალვადორმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი მომხდარი სკანდალის შემდეგ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. ეს ინციდენტი ამ ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების დასაწყისის მიზეზი გახდა. ომი დაიწყო ამ ქვეყნებს შორის. კონფლიქტს შემდგომში საფეხბურთო ომი ეწოდა. კონფლიქტის პირველი ნიშნები იმ წლის 15 ივნისს გამოიკვეთა, როდესაც სალვადორის დედაქალაქ სან-სალვადორში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩი მასპინძელთა ნაკრებმა ჰონდურას 3-0 მოუგო. პირველი შეხვედრა ტეგუსიგალპაში ჰონდურას 1-0 ჰქონდა მოგებული, რადგანაც მაშინ ბურთების შეფარდებას ყურადღება არ ექცეოდა. დაენიშნა მესამე მატჩი მეხიკოში ჩატარდა ის შეხვედრა და იგი დამატებით დროში სალვადორმა 3-2 მოიგო. ეს საფეხბურთო მატჩები სალვადორსა და ჰონდურას შორის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ომის გაჩაღების საბაბად იქცა. ყოველ შემთხვევაში ეს გახლავთ შეიარაღებული კონფლიქტის ოფიციალური ვერსია. ამ კონფლიქტმა, რომელსაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საფეხბურთო ომის სახელითაა შეტანილი ისტორიაში. ომი 6 დღეს გაგრძელდა და ასევე 6 დღიანი ომის სახელითაცაა ცნობილია. თქმა უნდა, მხოლოდ საფეხბურთო მატჩებმა არ გამოიწვია ომის დაწყება. არაერთი მიზეზი იყო კონფლიქტის ესკალაციისთვის, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე ქვეყნების წლების მანძილზე საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზეც ვერ თანხმდებოდნენ. ამ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ გაფორმდა. დღეს 37 წლის გახდა ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლეგენდარული ფორვარდი რაულ გონსალეს ბლანკო, იგივე რაული, რომელსაც ცნობილ უმაღლესი დონის ფეხბურთელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. რაული დღესდღეობით ყატარის საფეხბურთო კლუბ ალ-სადში თამაშობს. ყატარში წასვლამდე იგი 2 სეზონი გერმანიაში, კერძოდ კი გელზენკირხენის შალკეს ღირსებას იცავდა. მანამდე კი ის რეალის კაპიტანი, ლიდერი და ერთგვარი სიმბოლო იყო. 2003 წელს გადაეცა რაულ სამეფო კლუბის კაპიტნის სამკლაური ფერნანდო იეროსგან. 7 წლის მანძილზე კაპიტნობდა იგი რეალს. მას სრულნდობას უცხადებდნენ იმ პერიოდში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში მოღვაწე მთავარი მწვრთნელები: ვისენტე დელ ბოსკე, ფაბიო კაპელო, კარლოშ კეირუში, ხოსე ანტონიო კამაჩო, ბერნდ შუსტერი, ხუან დე რამოსი. ამ წლების მანძილზე რაული წარმატებით ახერხებდა გუნდში ვარსკვლავური შემადგენლობის და მიუხედავად ნამდვილი კაპიტნის როლის შენარჩუნებას, საერთო გუნდური სულის შენარჩუნებას ასევე
და რასაც ყველაზე მეტად აფასებდნენ მასში გულშემატკივრები სამეფო კლუბის იდეალებისადმი ერთგულებას. აი ამ ყველაფრისთვის, როგორც ცნობილია, რეალის მადლიერი კომაგები მას მადრიდის ანგელოს, ასევე ეროვნულ მონაპოვარს უწოდებდნენ. თუმცა მოულოდნელად უცბად ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, ძალზედ ნიჭიერი, მაგრამ ამასთანავე ცოტა მეტი ჩარა ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ რაული არა მარტო როგორც კაპიტანი, საერთოდ როგორც ფეხბურთელი ზედმეტი გახდა. მოურინიოს განცხადებით რაული მის მონახაზებში არ ჯდებოდა. 2010 წლის ზაფხულში რაულმა დატოვა რეალი და გელზენკირხენის შალკეში გადავიდა. იგი არის რეალის ისტორიაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, 323 გოლი აქვს მას გატანილი ყველა ტურნირთან გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგის 3 გზის გამარჯვებული, 6 ჯერ აქვს მოგებული ესპანეთის პრემიერა დივიზიონის, 3 ჯერ ქვეყნის სუპერთასი, ერთხელ კი ევროპის სუპერთასი და 2 ჯერ მოიგო საკონტინენტაშორისო თასი. ესპანეთის ნაკრების მაისურით მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი. 2011 წლამდე სხვათა შორის რაული იყო ეროვნული გუნდის ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ. 44 გოლი გაიტანა მან ესპანეთის ნაკრებში, თუმცა მოგვიანებით 2011 წელს კერძოდ მისი ეს მიღწევა დავით ვილიამ გააუმჯობესა. ვილიას ანგარიშზე ესპანეთის ნაკრებში 59 გატანილი გოლია. ერთი საიუბილეო თარიღი, რომელიც მადრიდის რეალს უკავშირდება. 1920 წლის 29 ივნისს ესპანეთის მეფე ალფონსო მე-13-მ საფეხბურთო კლუბ მადრიდს სამეფო კლუბის ტიტული უბოძა. სწორედ ამის შემდეგ პლანეტის ყველაზე ტიტულოვან გუნდს რეალი სამეფო კლუბი ეწოდება. 1958 წლის 28 ივნისის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის საფრანგეთი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ფრანგებმა 6-3 გაანადგურეს მეტოქე და მათმა ფორვარდმა ლეგენდარულმა ჟუსტ ფონტენმა 4 გოლი გაიტანა. ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა 13-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი დღემდე რეკორდული გახლავთ. იგულისხმება ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა. 1933 წლის 29 ივნისში იტალიელმა გოლიათმა პრიმო კარნერამ მძიმე წონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის ამერიკელი ჯეს შარკი მე-6 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბრძოლა ნიუ-იორკის მედისონ სკვერ გარდენში ჩატარდა. საერთოდ კარნერა გახლავთ იტალიური პროფესიული კრივის ლეგენდა. იგი არის პირველი იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ზემძიმე წონაში. მის თანამემამულეთაგან პროფესიონალებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფრანჩესკო დამიანიც ფლობდა, თუმცა დამიანი არ მიიჩნევა ელიტურ მსოფლიო ჩემპიონად. საქმე იმაში გახლავთ, რომ კრივის მსოფლიო ორგანიზაცია WBO, რომლის ვერსიით 1999 წელს გახდა ეს მოკრივე საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არ აღიქმებოდა ავტორიტეტულ და ანგარიშგასაცევ საკრივო ორგანიზაციად. იგი 80-იან წლებში პუერტო-რიკოელმა და დომინიკელმა ბიზნესმენებმა დააფუძნეს. მხოლოდ 2000-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა ამ ორგანიზაციის ერთგვარი აღიარება ჯერ მსოფლიო კრივის ასოციაციამ WBA, მოგვიანებით კი მსოფლიო კრივის საბჭომ WBC და საერთაშორისო კრივის ფედერაციამ IBF-მა ეს ორგანიზაცია თანასწორ ვერსიად მიიჩნიეს და 2007 წლიდან კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ქამრის მოგება ხსენებული სამივე ვერსიით ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სავალდებულოა. WBO-ს პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ისეთმა ცნობილმა მოკრივეებმა, როგორებიც არიან მენი პაკიაო, ხუან მანუელ მარკესი, ვიტალი კლიჩკო და რა თქმა უნდა ოსკარ დე ლა ჰოია. ყველა ეს მოკრივე თავიანთ წონით კატეგორიაში სწორედ ამ ვერსიით ისევე როგორც სხვა ვერსიებით ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. 1958 წელი 29 ივნისი მსოფლიოს მე-6 ჩემპიონატის ფინალი ბრაზილია-შვედეთი 5-2 ბრაზილიელებმა დიდი ანგარიში დაამარცხეს მუნდიალის მასპინძელი. გოლები ვავამ, პელემ და მარიო ზაგალომ გაიტანეს. პელემ და ვავამ 2 გოლი გაუტანეს მასპინძლებს. შვედთაგან კი გოლების ავტორები ლინდჰოლმი და სიმონსონი იყვნენ. ბრაზილიამ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა 29 ივნისს, რიგით მე-13 მუნდიალი მექსიკა მომასპინძლა 1986 წელს. ფინალში კი არგენტინამ ფედერაციული გერმანიის ნაკრები 3-2 დაამარცხა ბრაუნმა, ვალდანომ, ბორუჩაგამ არგენტინელთაგან, გერმანელთაგან კანხანის რუმენიგემ და რუდი ფიოლერმა გაიტანეს გოლები. მეხიკოს აცტეკა სტადიონზე, ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართა ეს მატჩი. ფინალს 114,600 მაყურებელი დაესწრო.
1962 წელი 29 ივნისში დაიბადა ჟუან ლაპორტა, ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ალბათ არაერთი არამედ ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი. ლაპორტას პრეზიდენტობისას კატალონიელებმა 2006 და 2009 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, 2009-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იმარჯვეს, 4-ჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები. 2002 წლის 30 ივნისს დასრულდა კორეა-იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი, ფინალი ბრაზილია-გერმანია 2-0. რონალდომ გაიტანა ორივე გოლი, მატჩი იოკოჰამა International Stadium-ზე ჩატარდა, მას 70,000 მაყურებელი დაესწრო, შეხვედრას იტალიელი ლეგენდალური არბიტრი პიერ ლუიჯი კოლინასჩი და იმ მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ გერმანიის ნაკრების მეკარე ოლივერ კანი დაასახელეს. 1947 წლის 30 ივნისს დაიბადა ვლადიმირ პეტროვი, საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის CSKA-ს გამოჩენილი ფორვარდი, ძალზე ძლიერი ჰოკეისტი, ბორის მიხაილოვსა და ვალერი ხალამოვთან ერთად ქმნიდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფორვარდთა ტრიოს 1972 და 76 წლებში სამთვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახლავთ, მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. 1965 წელი ჰოლანდიის 1 ივლისს ჰოლანდიის ქალაქ ენსχედეში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ტვენტე, სწორედ ტვენტესთან ჩაატარა 1972 წლის 13 სექტემბერს თბილისის დინამომ ევროტურნირზე თავისი სადებიუტო გამოსვლა თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე დინამომ ტვენტეს UEFA-ს თასის პირველ შეხვედრაში 3-2 მოუგო, გოლები გივი ნოდიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს ნოდიამ დუბლი, თუმცა გასვლითი მატჩი ენსχედეში ტვენტემ 2-0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 1 ივლისს 1991 წელს დაარსდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, 1993 წლის 1 იანვრიდან გაერთიანდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციაში, მის პირველ პრეზიდენტად იური ქართველიშვილი აირჩიეს, ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბიზნესმენი არმას თავაძეა, როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი 16 ივნისს გაიმართა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის რიგარეშე საარჩევნო ყრილობა, ფედერაციის პრეზიდენტობაზე განაცხადი 2 კანდიდატს, არმას თავაძეს და ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს ჰქონდათ შეტანილი ყრილობის მსვლელობისას. კახიაშვილმა კანდიდატურა თავაძის სასარგებლოდ მოხსნა, რომელსაც ღია კენჭისყრაზე მხარი 50 დელეგატმა ერთხმად დაუჭირა. ყრილობაზე იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონების კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის აღმზრდელი ვანო გრიქუროვი. 1997 წლის 28 ივნისს ლას-ვეგასში გასართობ კომპლექს MGM Garden-ში გაიმართა პროფესიული კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საკრივო ორთაბრძოლა მაიკ ტაისონსა და ევანდერ ჰოლიფილდს შორის. ეს იყო ამ მოკრივეთა მეორე შეხვედრა, პირველი ერთი წლით ადრე ჰოლიფილდმა ტექნიკური ნოკაუტით მე-11 რაუნდში მოიგო, ტაისონს მაშინ ორივე წარბი გაუსხდა და ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და აი მატჩ რევანში, რომლის ფავორიტად, თანაც გამოკვეთილ ფავორიტად კლავ რკინის მაიკი მიიჩნეოდა. მატჩ რევანშის მიმართ ინტერესი განუზომელი გახდათ, $100 მილიონ მეტი მოგება მოუტანა ამ ბრძოლამ ორგანიზატორებს. ბრძოლა სახელწოდებით ხმაური და მძვინვარება, აღებული უილიამ ფოლკნერის უცნობილესი რომანისათაურიდან სრულად ამართლებდა კრივის მოყვარულთა ინტერესს. მთავარი მოვლენები მესამე რაუნდის დასრულებამდე დაახლოებით 40 წამით ადრე განვითარდა. კლინჩის დროს ტაისონმა მეტოქეს ყურზე უკბინა და ყურის მცირე ნაწილიც მოაჭამა. ეს კადრები ალბათ ყველას ნანახი აქვს. მატჩი მართალია განახლდა, მაგრამ მალევე შეწყდა, ტაისონი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ჰოლიფილდმა კი შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ჰონორარის სახით ჰოლიფილდმა $15 მილიონი მიიღო, ტაისონმა კი $20 მილიონი. ინციდენტისთვის ნევადის შტატის ათლეტურმა კომისიამ მაიკ ტაისონს შეუჩერა საკრივო ლიცენზია და $3 მილიონი დააჯარიმა, თუმცა 2 წლის შემდეგ იმავე კომისიამ ტაისონისთვის ლიცენზიის აღდგენას დაუჭირა მხარი. ეს ისტორია 2009 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც ტაისონმა ოპრა უინფრის შოუში საქვეყნოდ მოუბოდიშა ევანდერ ჰოლიფილდს და ჰოლიფილდმაც აპატია ტაისონს ნამოქმედარი. 2 ივლისს აღინიშნება სპორტული პრესის საერთაშორისო დღე, უკვე 90 წელია ეს თარიღი დედამიწის ყველა ქვეყანაში აღინიშნება, იგი 1924 წლის 2 ივლისს დაფუძნდა. რაც შეეხება საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, ეს ორგანიზაცია 1991 წლის 19 აპრილს დაარსდა და არის მემკვიდრე 1959 წლიდან არსებული საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციისა, აერთიანებს
პროფესიონალ სპორტულ ჟურნალისტებს, იცავს მათ უფლებებს და ინტერესებს, აწყობს შემოქმედებით კონკურსებს, რეფერენდუმებს, საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების გამოსავლენად, თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას 1992 წლის 30 აპრილს გაწევრიანდა და დაარსების დღიდან ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გახდა, 2013 წლიდან კი მას გიორგი გორგოძე ხელმძღვანელობს. 1994 წლის 2 ივლისს კოლუმბიის ქალაქ მედელინში მოკლეს კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი ანდრეს ესკობარი, მისი მკვლელობის მიზეზად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძელთა გუნდთან მატჩის მცველობისას გატანილი ავტოგოლის სახელდება. მკვლელობამდე ზუსტად 10 დღით ადრე 22 ივნისს ამერიკის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მატჩი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლუმბია, ამერიკა-კოლუმბიის მატჩი ესკობარმა მოულოდნელად ბურთის საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე ტაიმში ამერიკელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, საბოლოოდ მასპინძლებმა ის მატჩი 2-1 მოიგეს. კოლუმბიას პირველი მატჩი წაგებული ჰქონდა რუმინეთთან და შედეგად ჯგუფში ჩარჩა. არადა კოლუმბიას არაერთი ექსპერტი მუნდიალზე, მათ შორის ფეხბურთის მეფე პელე, მსოფლიო ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდა და აი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში ქალაქ მედელინში ვინმე უმბერტო მუნიოს კასტრომ დაცვის თანამშრომელმა ცეცხლსროლი იარაღიდან 12 გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა 27 წლის ფეხბურთელი. მკვლელს სასამართლომ 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ჯერ 26 წლამდე შეუმცირეს სასჯელისვა და ხოლო შემდეგ 2005 წელს კერძოდ ციხეში სანიმუშო ქცევისთვის საერთოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ დაიბადა 2 ივლისს 1904 წლის 2 ივლისს დაიბადა ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი რენე ლაკოსტი, რომელიც შესანიშნავი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ არანაკლებ წარმატებული ბიზნესმენი გამოდგა, სწორედ იგი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი განსასმლის მარკის ლაკოსტის დამაარსებელი. მოგებული აქვს აქტიური სპორტული კარიერის პერიოდში დიდი სლემის 10 ტურნირი, 7-ჯერ ერთეულთა თამაშში, 3-ჯერ წყვილებში, იგი გახლავთ ფრანგ მუშკეტერ ჩოგბურთელთა 4-ეული უმცროსი წევრი, ჟან ბოროტრა, ჟაკ ბრიუნიონი, ანრი კოშე და რენე ლაკოსტი, ფრანგული 4-ეული, რომელიც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში სრულად დომინირებდა მსოფლიოს მასშტაბით. ლაკოსტის სპორტული მეტსახელი გახლავთ ნიანგი, ალიგატორი, მეტსახელი საჩოგბურთო კორტზე ბოლომდე შეუპოვრად მებრძოლი ხასიათის გამო შეარქვეს. ეს მეტსახელი მან წარმატებით გამოიყენა ბიზნესში, მოგეხსენებათ ლაკოსტის მარკის უცვლელი ემბლემა სწორედ ნიანგია. რენე ლაკოსტმა დაიწყო პირველმა მაისურების წინა მხარეს ლოგოტიპის გამოსახვა, მანამდე როგორც წესი ლოგოტიპის ყველა ფირმის დასასმელზე შიდა მხარეს იყო გამოსახული. 50-იანი წლების დასაწყისში ლაკოსტის ფირმის მაისურები ევროპას გასცდა და არნახული პოპულარობა ამერიკაშიც მოიპოვა. ეს ბრენდი დღემდე ძალზედ პოპულარულია, თუმცა ამ 2 წლის წინ ფირმა ლაკოსტი დიდი ოჯახური უთანხმოების მიზეზი გახდა, კერძოდ რენე ლაკოსტის უმცროსმა ვაჟმა მიშელ ლაკოსტმა, რომელიც მამის და უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის ერთადერთი მმართველი გახლდათ. კომპანიის მმართველის პოსტზე საკუთარი ქალიშვილის სოფი ლაკოსტ ტურნელის არჩევა საქვეყნოდ გააპროტესტა, განაცხადა რომ მისი ქალიშვილი ვერ შეძლებდა კომპანიის მართვას და ბრენდი დაიღუპებოდა. მამას შეეწინააღმდეგა ქალიშვილი ადვოკატებთან და საკუთარ მხარდაჭერებთან ერთად. იმ პერიოდისთვის 2012 წლისთვის კერძოდ მიშელ ლაკოსტი კომპანიის აქციათა 30%-ზე მესფლობდა, მისი ქალიშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად 28%-მდე, ხოლო აქციათა დანარჩენი 35% კი შვეიცარიულ კომპანია მაუს ფრერეს ეკუთვნოდა. საბოლოოდ მიშელ ლაკოსტმა გაყიდა საკუთარი აქციები, მიყიდა ხსენებულ კომპანიას, მოგვიანებით მისმა ქალიშვილმაც მიყიდა იმავე შვეიცარიულ კომპანიას კუთვნილი აქციები, შედეგად ფირმა ლაკოსტის აქციათა 99%-ზე მეტი მაუს ფრერერის ხელში გადავიდა, რითაც დასრულდა ამ ცნობილი და ძალზედ პოპულარული დასასმლის ბრენდის ოჯახური მფლობელობა, ბრენდისა, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რენე ლაკოსტმა დააფუძნა. აქ სრულდება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გესაუბრებოდათ კახა გელაშვილი, მეხმარებოდა ხმის ოპერატორი ნინო ოჩეკიძე. მადლობა ნინოს, მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით. მე ზუსტად 1 კვირით 4 ივლისამდე გემშვიდობებით და გირჩევთ უსმენეთ რადიო იმედს. ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები.
ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები შრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად.